მშვიდობისა მადლობა მოწვევისთვის. Adam Valeria, გადაცემის ეს ნაწილი მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებსაც მინდა რომ დაუთმოთ, თუმცა იქამდე მოდით საქართველოსი დავიწყოთ და რა კონტექსტია. ევროპელი ელჩები მოიქცნენ ქართული ოცნების კრიტიკის ქარცეცხლში იმის გამო, რომ საკმაოდ ხშირად, ასე ვთქვათ, ესწრებიან აქციებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ყველას მოუწოდებ დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და მათი პრინციპები. აი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადება გავეცანი ახლა მაყურებლებს. Რამდენად სწორად ღელავს ქართული ოცნება, რამდენად შედის უცხოელი ელჩის კომპეტენციაში იაროს სასამართლო პროცესებზე. Nu არ ვიცი ახლა რა არის ამ ღელვარების საფუძველი, იმიტომ რომ თუ მოსამართლე არის მართალი, ის პირიქით უნდა იყოს დაინტერესებული იმაში, რომ პროცესი იყოს რაც შეიძლება უფრო გამჭვირვალე, ხოლო ელჩის ბუნებრივი ფუნქცია არის ის, რომ პირველ წყაროდან მიიღოს ინფორმაცია. Ამიტომ ამ ღელვარების საფუძველი ნამდვილად არ მესმის, თუ არ არის ის, რომ თვითონაც არ არის ბატონი ირაკლი დარწმუნებული იმაში, რომ სამართლიანია პროცესი, რომელიც მიმდინარეობს სასამართლოებში. ამიტომ ელჩები ვალდებულები არიან გააკეთონ ის, რასაც აკეთებენ. ეხლა ეს ლოგიკა რო გავაგრძელოთ ბატონი ირაკლის, შეიძლება მაშინ ელჩებს დაკვირვებაც აუგრძელოთ საარჩევნო პროცესებზე, მაგალითად ეს შეიძლება ჩაითვალოს ჩარევაში და ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევაში, ხოლო ჩვენ კონსტიტუციაში მე მგონი არაფერი არ წერია ისეთი, რაც აუგრძელებდა ელჩებს სასამართლო პროცესების დასწრებას. ეს ერთი და მეორეს მხრივ ეს ადასტურებს იმას, რომ ელჩებს აქვთ ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იცავს ჩვენი სასამართლო ადამიანის უფლებებს და ეს არის ძირეული ფუნდამენტალური ევროპული ღირებულება. ამიტომაც ესწრებიან ამ პროცესებს და სასამართლოს და მოსამართლეებს აქვთ ყველა საშუალება, რომ გაუქარწყლონ რამე თუ თქვათ ეჭვები აქვთ ელჩებს. ეს დამოკიდებული იქნება მხოლოდ მოსამართლეებს და ელჩები თავის დასკვნებს გამოიტანენ. კი ბატონო, ევროპული ქვეყნები მხოლოდ მათი ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრების გამო არ არიან კრიტიკის ობიექტი. ამას ემატება ცალკე მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები იმ სანქციების გამო, რაც საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში იქნა მიღებული. იცით რომ დასანქცირებულნი არიან როგორც ქართული ოცნების დეპუტატები, ისე მოსამართლეები, პროკურორები და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები. აი მართლ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ბალტიის ქვეყნები ცდილობენ საქართველოს ხელისუფლებას შეცვალონ. ამ საკითხზე რას ფიქრობთ, ესეც გითხარით, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს და მეორე მხრივ მართლაც რითი შეიძლება აიხსნას სანქციების კუთხით ამ სამი ქვეყნის ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს გულისხმობ განსაკუთრებული აქტივობა. ხო, მე ვთვლი რომ ეს ჩვენი ბალტიის ქვეყნები არიან ჩვენი მეგობრები. ისინი ყოველთვის ამტკიცებდნენ ამ თავის მეგობრობას და ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდნენ მხარს, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამაში მე მგონი არავის ეჭვი არ ეპარება, ხოლო ის რომ აქტიურები არიან, ესეც გასაგებია, იმიტომ რომ ერთი პერიოდი ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრობდით ერთ ქვეყანაში, რომელსაც ერქვა საბჭოთა კავშირი. ამიტომ თუ ვინმეს ევროკავშირის წევრებიდან ესმის თუ რა ხდება დღეს საქართველოში, ყველაზე უკეთესად ეს ესმით ალბათ ბალტიისპირელებს. შესაბამისად ისინი იღებენ თავის გადაწყვეტილებებს, ხოლო რას ეფუძნება ეს გადაწყვეტილებები? ერთი არგუმენტი შემიძლია მოვიყვანოთ, ჩვენ ვიხილეთ რამოდენიმე ჯერზე ასე ვთქვათ, გადამეტებული ძალის გამოყენება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. შეიძლება ჩამოვთვალოთ მაგალითად დავით ქაცარავას შემთხვევა, კობა ხაბაზის შემთხვევა, იგივე ლევან ხაბეიშვილის შემთხვევა და ასე გია ჯაფარიძე და ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, მაგრამ ჩვენ არც ერთი დაკავებული და გასამართლებული პირი დამნაშავე ამ ქმედებებში არ გვიხილავს. ეს რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ ან ჩვენი სამართლებრივი სისტემა არ მუშაობს ეფექტურად, ან და რაც უფრო უარესია ნიშნავს იმას, რომ ეს იყო ყველაფერი დაკვეთით გაკეთებული და შესაბამისად ხელისუფლება იმ პირებს, რომელიც აშავებს ასე ჩვენი მოქალაქეების წინაშე და არღვევს მათ უფლებებს, პრინციპში ამ ქმედებების ინსპირაციით არის დაკავებული და შესაბამისად ეს გადაწყვეტილებებიც არის მიღებული. ეხლა მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილიყო რამოდენიმე პროცესი მაგალითად იმ პირებზე,
ვინც იძალა და დავით კაცარავაზე და სხვა ვიღაც ჩამოუთვალა ეს შემთხვევები, ხომ? მაშინ ეს რეაქციები არ იქნებოდა ასეთი, მაგრამ ჩვენ არ გვიხილავს არც დაკავებული, არც გასამართლებული, არც რაიმე რეაქცია ხელისუფლების მხრიდან და უკვალოდ ეს ვერ ჩაივლის. და ამის ნათელი დადასტურებაა ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილებები. ისევ ელჩების უშუალოდ ელჩების მიმართ ბრალდებები, ბევრი ბრალდება ისმის დასავლელი ელჩების მისამართით, მათ შორის 3 წელია მუდმივად საუბრობს ქართული ოცნება იმაზე, რომ საქართველოსგან ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას, ისე როგორც პერსონალური სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. აი რამდენიმე დღის წინ შალვა პაპუაშვილმა 2022 წლის 28 თებერვალს პარლამენტში ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელ ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრა გაიხსენა და ასეთი რამ თქვა. ერთადერთი პასუხი, რისი მიღებაც ელჩს სურდა, იყო თანხმობა სანქციებზე. მიტრიალებდა კითხვას, ვაპირებდით თუ არა შევერთებოდით სანქციებს და ყოველი უარის შემდეგ დემონსტრაციულად აძლევდა ნიშას მის თანაშემწერს, რომ ეს ჩანაწერში აესახა. აი რა შეფასების გაკეთების საფუძველს იძლევა ის, რასაც ამბობს შალვა პაპუაშვილი, ასე მარტივად გითხავთ. ესე იგი, ეს არის 28 თებერვალი. 2022 წლის 28 თებერვალი არის დაწყებულია რამდენიმე დღის დაწყებული არის ბარბაროსული შეტევა რუსეთის უკრაინაზე და გამოცხადებულია სანქციები ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ ვართ ასოცირებული წევრი ევროკავშირის, გვაქვს ხელშეკრულება შესაბამისი მოწერილი ევროკავშირთან, ჩვენ გვაქვს ვალდებულება აღებული, რომ თანხმედრაში უნდა მოვიყვანოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების სისტემა და გადაწყვეტილებები ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, რაც სავსებით ბუნებრივი სურვილი აქედან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივია სურვილი ელჩის მიიღო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ერთგულები ვჩებით ჩვენ ევროკავშირის მიერ ჩვენთან ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ფორმების. აი პაპუაშვილის განცხადებაში, რომ მართლაც იყო და შესაძლოა არის კიდეც საქართველოს ხელისუფლებაზე გარკვეული ტიპის ზეწოლა. ელჩის კითხვები თუ ზეწოლად განიხილება მე არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ ორი რამე უნდა გავმიჯნოთ. ერთი არის სანქციების დაწესება უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე და მეორე არის სანქციების გაკეთება იქიდან გამომდინარე, თუ რა განცხადებებს აკეთებენ და რა პოლიტიკას ატარებენ რუსი პოლიტიკოსები საქართველოსთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, მეორე საკითხთან დაკავშირებით უპირობოდ უნდა იყოს გამოცხადებული სერიოზული სანქციები გარკვეული მიმართულებით, მაგალითად იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან დადანაშაულებული და რას ვიცით ჩვენი მოქალაქეების გატაცებაში, მკვლელობაში, ის ვინც ნიშნავს პირდაპირ ავიარეისებს საქართველოში, ამას ხელს უწყობს ის კომპანიები, მათ შორის ვინც ახორციელებენ და ასე შემდეგ, რკინიგზის გადაზიდვებს ან რკინიგზის კავშირებს სოხუმთან, ვინც ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ვერანაირ რეაქციას ვერ ხვდებით ჩვენი მთავრობიდან, ხოლო რაც შეეხება უკრაინასთან დაკავშირებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, საქართველოს უნდა მიიღო ის გადაწყვეტილება მაშინდელ მთავრობას, რაცაც თვლიდა საჭიროდ და ეს ღიად და გასაგებად აეხსნა ყველასთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს ახსნა და ეს ლოგიკა არ იყო შესაბამის დონეზე წარმოდგენილი მათ შორის ჩვენ პარტნიორებთან ერთად. უბრალოდ თუ ქონდა საქართველოს მთავრობას მაშინ საფუძველი, რომ ბოლომდე არ გაეზიარებინა ევროკავშირის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, ეს უნდა შესაბამისად ყოფილიყო სიღრმისეულად განხილვის საგანი ჩვენ პარტნიორებთან, შესაბამისი არგუმენტების და შესაბამისი, ასე ვთქვათ, მიდგომების დემონსტრირებით, შესაბამისი ფაქტების მოყვანით და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ეს სავსებით შესაძლებელი იყო. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ იმ პოლიტიკას, რომელსაც მაშინ აწარმოებდა, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს ქართული ოცნება, იმ პოლიტიკის გამართლების შესაბამისი არგუმენტების სისტემა მას არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე გადავიდა უბრალოდ ასე ვთქვათ თითის გაშვერაზე და ჩვენი პარტნიორების დადანაშაულებაზე და ეს არ არის დიპლომატიაში ყველაზე ეფექტური პოლიტიკა. შენ ყოველთვის შეგიძლია შენ სტრატეგიულ პარტნიორებთან თუ ის ნამდვილი პარტნიორია შენი, გამოძებნო შესაბამისი დიალოგის შესაძლებლობა. კი ბატონო, გასაგებია, დარჩენილი დრო უკვე მინდა რომ სოფლიო
პოლიტიკას დაუთმოთ, მით უფრო რომ უკრაინის საკითხი კვლავ ყურადღების ცენტრში, აი დასავლური მედია წერს, რომ მარკო რუბიო უკრაინელ კოლეგებთან შესახვედრად დღეს ჩავა საუდის არაბეთში, თავად ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრის შედეგიანად დასრულების იმედი აქვს. თქვენი აზრით, როგორ ჩაივლის საუდის არაბეთში დაგეგმილი? ნუ მე ვფიქრობ, რომ ეს კარგად ჩაივლის, იმიტომ რომ ჩანს რომ და ვიცი ეს, რომ მიმდინარეობდა სერიოზული კონსულტაციები ორ მხარეს შორის ამ შეხვედრის მომზადებისთვის. სერიოზული დელეგაციების ფორმირება მოხდა, ეს უკრაინის მხრიდან არის ერმაკი და სიბიგა, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობს რუბიო და ზელენსკიმ ამ შეხვედრის წინ განაცხადა, რომ ორი მიმართულებით აქვს პროგრესის მოლოდინი. ეს არის სამშვიდობო გეგმები და მე ვფიქრობ, ეს იქნება ის სამშვიდობო გეგმა, რომელსაც ერთობლივად აპირებენ ვაშინგტონში წარადგინონ ზელენსკი, სტარმერი და მაკრონი. გეგმა ეხება საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას ზღვაზე და ჰაერში, შემდგომი მისი გავრცელებით მიწაზე, რაც არის ძალიან კარგი და ეს ასე ვთქვათ, თუ ამაზე რუსეთი ვარ სიტყვის, ეს პირდაპირ იქნება გაშიშვლება რუსეთის აგრესიული პოლიტიკის და მეორე ის რომ ორმხრივ ურთიერთობებში მოხდება ნორმალიზება ურთიერთობების ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეს გამოიწვევს სამხედრო მხარდაჭერის განახლებას და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის განახლებას. სხვათა შორის ბატონმა ტრამპმაც განაცხადა, რომ რაღაც საინტერესო თქვა, რომ დაზვერვის მონაცემების გადაცემების დროებითი შეჩერება ბოლოს თავის დასასრულს უახლოვდება. რაღაც ასეთი განაცხადა, მე ვფიქრობ, რომ დაზვერვის მონაცემების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილება გახმოვანდება უშუალოდ ამ შეხვედრის შემდეგ და იმედი მაქვს, რომ სამხედრო დახმარებას ამერიკელებს განაცხადა. სამხედრო დახმარების აღდგენას და იგივე სადაზვერვო ინფორმაციების გაზიარების აღდგენას რაც შეეხება, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, არ ვიცი, სხვა შორის რამდენად დადასტურებული, რომ ტრამპისთვის შესაძლოა მხოლოდ წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა არ აღმოჩნდეს საკმარისი უკრაინისთვის შეჩერებული სამხედრო დახმარების აღდგენის და ეს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების აღდგენისთვის. რამდენად შეიძლება გაკეთდეს ეს დაშვება, რომ ტრამპმა ამ შეთანხმების სანაცვლოდ მოითხოვს იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე ითხოვს და მეტიც მოითხოვს, მათ შორის უკრაინის მხრიდან გარკვეული ტერიტორიების დათმობა. არა, მასაშორს ეხლა არავინ არ წავა დღეს, იმიტომ რომ ეს არის ცეცხლის ეწყვეტის შემდგომში დიპლომატიური სივრცის გახსნის შესაბამისად რაღაც გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ეხლა ჩვენ მე ვფიქრობ, ასეთი ალგორითმით წავალთ, ესე იგი ამ შეხვედრის შემდეგ გამოცხადდება და განახლდება დაზვერვის ინფორმაციის მიწოდება უკრაინისთვის. შემდეგ გაიმართება მოლაპარაკება ამ იშვიათი ლითონების ხელმოწერასთან დაკავშირებით და ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ აღდგება სამხედრო დახმარება ამერიკის უკრაინის მიმართ. ამასთან ერთად პარალელურად სხვათა შორის უნდა აღვნიშნოთ, რომ ტრამპი თანმიმდევრულად ასრულებს თავის დაპირებას, რომ დააგდებს ფასს ნავთობზე, რუსულ ნავთობზე, ვიდრე 15 იანვრიდან უკვე $15 დაეცა ფასი ურალსზე, რასაც რუსეთი ყიდის და დღეს ის შეადგენს მხოლოდ $62. ამიტომ ეს არის იმის დადასტურება, რომ ტრამპი ახორციელებს წნეხს რუსეთის ფედერაციაზე საიმისოდ, რომ მოიყვანეს ის მოლაპარაკების მაგიდასთან. ну როგორ დასრულდება? აი რა უნდა თვითონ რუსეთს, ტრამპს, უკრაინა რუსეთის ომის გაჩელება სწრაფად დასრულება პრიორიტეტულ საკითხად აქცეული, ამ ფონზე კი ხა რუსეთი უკრაინის მიმართულებით შეტევებს აგრძელებს. სხვა განცხადებებიც მოვისმინეთ, მათ შორის დონალდ ტუსკი გამოეხმაურა მაგალითად დობრუპილიაზე თავდასხმას, აი რა ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობებზე მიდიხარ, წერს დონალდ ტუსკი. თავის მხრივ ამ ყველაფრის გათვალისწინებით კაია კალასი ამბობს ასეთ რამეს, პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს. აი მართლაც რამდენად არის თავად პუტინი დაინტერესებული მშვიდობით? მე ვფიქრობ, რომ პუტინი და მისი მთავრობა
დიდ შეცდომას უშვებს ახლა. იმიტომ რომ მათ შეეძლოთ გაცილებით უკეთესად და ეფექტურად გამოიყენებინათ ის ვითარება, რომელიც ჩამოყალიბდა ტრამპის პოლიტიკის მიმართ. მაგრამ მე ვფიქრობ, მათ ამოძრავებთ ახლა რაღაც გადამეტებული მოლოდინები, ის რომ ამ ფონზე რუსეთი აგრძელებს უკრაინის სამისთანა ბარბაროსულ დაბომბვას და არანაირ ინტერესს არ იჩენს საიმისოდ, რომ დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები და შეწყდეს ცეცხლი, როგორც პირველი ნაბიჯი, ეს შეიძლება ძალიან სავალალოდ დამთავრდეს თვითონ რუსეთისთვის, იმიტომ რომ დღეს ნახეთ რა ვითარებაა. ჩვენ რა თქმა უნდა ვერ ვიქნებით მითქმაყოფილი, რომ ტრამპი ცდილობს, ასე ვთქვათ, თანაბრად ხელი გადაუგრიხოს, ასე ვთქვათ, უკრაინას და რუსეთს, საიმისოდ რომ მოიყვანოს მოლაპარაკების მაგიდასთან. თან ეხლა ჩანს, რომ ხელებს უგრიხავს უფრო უკრაინას ვიდრე რუსეთს. თუ გამოვრიცხავთ იმ კომპონენტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ნავთობის ფასებთან დაკავშირებით. მაგრამ ასე ვერ გააგრძელებს დიდხანს ტრამპი, იმიტომ რომ გარეთ ევროპაში პირველ რიგში და შიგნით ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლიერდება მოთხოვნები უკრაინის მხარდაჭერის განახლებასთან დაკავშირებით. ევროპის გადაიარაღების გეგმამ ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვაო, ურსულა ლაიენი აკეთებს ამ განცხადებებს. აი განცხადებები ვითარების შესაბამისია, თუმცა როგორ ფიქრობთ, რამდენად მოახერხებს და დროულად გადაეწყობა ევროპა უკვე ნაბიჯებით? იცით რა, ეს არის მხოლოდ განცხადება, ეს არის დამტკიცებული ბიუჯეტი 800 მილიარდი დოლარის ოდენობით და ეს არის ძალიან სერიოზული თანხა. ამას უნდა დავუმატოთ ის, რომ ეროვნული ბიუჯეტებიც არსებობს, თავდაცვის ბიუჯეტები და ეხლა ეს მთელი თანხები, ეხლა კრებსითაც ეს ყველაფერი მიდის დაახლოებით 1.5 ტრილიონამდე. შეადარეთ ეს 155 მილიარდ დოლარს, რაც არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი. სხვათა შორის ეს არის მისი ბიუჯეტის 1/13, რაც თავისთავად მიუთითებს ძალიან სერიოზულ პრობლემებზე და ეხლა მარტო გერმანიის ეკონომიკა არის 5 ტრილიონი დოლარი, რაც არის 2.5-ჯერ უფრო მეტი ვიდრე რუსეთის და კრებსითად ევროკავშირი არის 20 ტრილიონზე მეტი. ამიტომ ყველანაირი საშუალება არის. აქ ერთი კომპონენტია სხვათა შორის, თუ ეფექტურად გამოიყენა ევროპამ ეხლა ერდოღანის შეთავაზება სამხედრო კომპლექსის და ჯარის თურქეთის გამოყენების თაობაზე ევროპული ახალი სამხედრო არქიტექტურის ჩამოყალიბების საქმეში, მაშინ რუსეთს მადლობა.